გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ჩვენ გვაქვს დღეს ერთი საგანგებო შემთხვევა. გამოძახებით ამოვედით ერთ-ერთ ობიექტზე, კონკრეტულად კი ეს არის სახლი, ოჯახი. სადაც ხდება აქამდე ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით გამოვლინდა რაღაც რამოდენიმე უცნაური ფაქტი, რაც დააფიქსირა ეზოში დამონტაჟებულმა კამერებმა, რომელიც ახლა ერთ-ერთი კამერა ჩემს უკან არის და ერთ-ერთი გვერდით. დააფიქსირა ანომალიური შავი გამოსახულებები, რომლებიც უშუალოდ სახლთან და ტერიტორიასთან არის კავშირში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დავინტერესდით იმით, რომ შეგვესწავლა მასალების შესწავლამ გამოვალინა ის, რომ ეს ფაქტები არ არის კავშირში, ასე ვთქვათ, ნორმალურ შემთხვევასთან, არამედ ეს ყველაფერი მჭიდრო კავშირშია პარანორმალურ ანომალიურ მოვლენასთან. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმის, რომ ჩვენ ამოვედით ამ ოჯახის წევრებს დაველაპარაკეთ და კიდევ გამოვლინდა დამატებითი ფაქტები, რაზეც ეხლა ჩვენ უშუალოდ გავესაუბრებით ოჯახის უფროსს და ის თავად მოგვიყვება უკვე იმ შემთხვევების შესახებ, რაც მანამდე იქნა გამოვლენილი და დღემდე, რაც ბუნებრივია ჩვენთვის დამატებით საინტერესო ინფორმაცია და ეს ყველაფერი აუცილებლად მასალებში და ამ კვლევაში ჩაიდება და ნახავთ. ჩვენ ახლა უშუალოდ გავესაუბრებით ოჯახის უფროსს, რომელიც კონფიდენციალურად, რა თქმა უნდა, არ უნდა რომ გამოჩნდეს ამ ადამიანს და აქვს ამის უფლება და ჩვენ კიდე რა თქმა უნდა ამ უფლებას გავითვალისწინებთ იურიდიული კანონების სრულდაცვით. გამარჯობა, მოგესალმები. თუ შეიძლება მითხარით რა უცნაურობები შეინიშნებოდა თქვენს სახლში და უშუალოდ სახლის ტერიტორიაზე აქამდე? კამერებმა დააფიქსირეს რაღაც ჭრილები, შავი, მუქი, ძალიან. სახლშიც რავი, მეგობრებო რაღაც გადმოადგილებები რაღაცეები რა. ხმაურიც იყო? ხმაურიც კი, ბრახონის ხმა რა, ბრახონის ხმები რა. რა მაინტერესებს? რამდენადაც ვიცი სახლი აკურთხებინეთ, ხო სწორედ? კი, მამაოს ვაკურთხებინე, მამაო. თუ შეიძლება ეგ ისტორია რომ მოგვიყვეთ რა. რა მოხდა? მოვიყვანეთ სახლის კურთხევის მიზნით და ლოცვებს რო კითხულობდა და საქმეები უნდა დაემთო, მაშინ მაგ დროს რაღაც ძალა, არ ვიცი, შეაფერხა რა, შეუშალა ხელი, ასე გამოდის რა. და ეგ შემთხვევა თქვენს გარდა დაინახა თქვენმა მეუღლემ. ბავშვებს ნახეს კი და მამაო თქვა რომ ვაიმე ეს რა იყო რა. კეთილი, თუ შეიძლება რომ მეუღლეს მოუხმოთ. ბოლძან, ბატონო. გამარჯობა, მოგესალმებით. თქვენმა მეუღლემ მოყვა ის ფაქტი, რომ ადრე სახლი აკურთხებინეთ და კურთხევის დროს მოხდა უცნაური შემთხვევა. სასულიერო პირს კურთხევის დროს ხელი შეეშალა. ადასტურებთ თუ არა ამ ფაქტს? დიახ. კონკრეტულად შეგიძლიათ რომ დაგვიკონკრეტოთ რა უცნაური შემთხვევა იყო? აი საკმეველის ის რა ქვია იმას. საკმეველი კი. ანუ ართმევდნენ რა თითქოს ვიღაც იმას შვებდა ხელს უშლიდა წაგლიჯასავით რა ესე ვთქვა. და ეს აშკარად დაინახეთ? კი, აშკარა იყო. კეთილი. სასულიერო პირს შეეწყო შიში სახეზე? კი. სახე შეეცვალა. სახე შეეცვალა, მაგრამ ვინაიდან ბავშვები იმყოფებოდნენ, არ შეიმჩნია ხო? არ შეიმჩნია. აკითხა მამა, უკითხე ბოლოს. კეთილი. ეს მოხდა რომელ ოთახში? საძინებელ ოთახში. ბავშვების საძინებელ ოთახში. ბავშვების საძინებელ ოთახში. ჩვენ რა თქმა უნდა მოვინიშნეთ ეს ოთახი და ყველანაირი აპარატურით ღამის განმავლობაში ამ ოთახს გადავამწვევთ. თუ შეიძლება გითხარით სხვა უცნაური შემთხვევა კიდევ რა შენიშნებთ უშუალოდ სახლში ან გარე ტერიტორიაზე? გრძნობ კუხნაში არის ჭრილი, რომელიც ზურგს უკან დგას. დადის ეს ყველაფერი გრძნობ რა, აი რო შემოდის აშკარად გრძნობ რა. ანუ უშუალოდ ვიზუალურად ვერ ხედავთ, მაგრამ მის მოუხმედებებს და მოძრაობას აღიქვთ, ხო? რომ ნამდვილად მარტო არ ხართ სახლში და არის რაღაც გაურკვეველი მოძრაობა. კეთილი. თქვენ მე მითხარით, რომ სახლში შეინიშნებოდა არასასიამოვნო სუნი. რამდენად მართალია ეგ ყველაფერი, ანუ რამდენად ადასტურებს? კი, მოვდა თქვენ. ჩვენ საძინებელ ოთახში, ბავშვების ოთახში არა. არ შემიძლია. აი ეს შემთხვევა რომ სუნი მიძებნია, მომიძებნია, თითქოს აი რაღაც ლეში, მკვდარი ლეშის სუნი ხდებით? დიახ. მაგრამ გამოსულა, მე მისულა რაღა ყოფილა სუნი რა. გონია
შეიძლება თავი შეძრა რაღაცა მეთქვა ხალხი კი არის შემთხვევები რომ ანუ მიძებნია მაგრამ ანუ ვერ მინახია ვერაფერი მე რა ის სონი გასულა მე ისევ რა თქვენ როგორც მეუღლე ადასტურებთ ამ ყოველს დიახ ესე იგი გამოდის რა ერთ-ერთი სიმპტომი ბოროტის და დემონური ძალის მოქმედების დროს სწორედ ეგ არის პერიოდულად სახლში ან ტერიტორიაზე სადაც ისინი მოქმედებენ დგება ზუსტად მსგავსი არასასიამოვნო სურნელი რომელიც პერიოდულად დგება და შემდეგ გადის მეთანხმებით რომ აქაც იგივე შემთხვევა იყო კეთილი ძალიან კარგი მაინტერესებს ბავშვების შემთხვევაც თუ შეგიძლიათ რო გითხრათ რომ აი ბავშვებს თუ ეტყობათ რომ რაღაცა თრგუნავს სახლში რაღაცა ხდება ბავშვებისგან თუ შეგიმჩნევიათ რამე ან ჩივილები თუ აქვთ რომ რაღაც ხდება სახლში იშვიათად მაგრამ მაინც ვთქვიათ რომ სახლში ყოფნის ეშინიათ არის მომენტები როცა მე მაღაზიაში გავდივარ და ვეტყვი რომ უნდა დარჩეთ მეშინია ამბობენ შიშის სინდრომს გზნობენ მაგრამ მე არა დედა არ გვეშინია და წადი რაღაც პერიოდის მერე მიშვებენ კეთილი ბავშვებიდან რომელიმეს ღამღამობით ხო არ გაუღვიძია თქვა ხო არ მოუმართავს ჩივილით რომ აი რაღაცან უცებ არსაიდან ტირილით ხო არ გაუღვიძეთ რაღაცა შფოთი ხო აი ეგ მოგვიყევით თუ შეიძლება როგორ ეღვიძება ტირილით ამბობს რომ ცუდ სიზმარს ხედავს კონკრეტულად ვერ ყვება რას ხედავს ამ ბოლო დროს 1-3-4 დღის წინ გაიღვიძა ტირილით და თქვა რომ ყბა მტკივაო სხვა მიზეზი ვერ მოიფიქრა რა კეთილი რა მაინტერესებს თუ იგრძნობა რაიმე აგრესიები ასე ვთქვათ ბავშვებიდან თქვენ როგორც მშობლები თქვენი მიმართულებით რაიმე აგრესიას ხო არ გძნობთ ვთქვათ აი გაბრაზება უცებ რაღაცნაირად ასე უცებ დაწყნარება აი გაბრაზდა არაფრიდან საერთოდ არაფერი არ ხდება უცებ ბავშვი გაბრაზდა აგრესიული გახდა მაგრამ უცებ მომენტალურად გაბრაზდებიან ხო უბრალოდ შეგონია ბავშვური ის არის რა ალბათ ბევრჯერ მიკითხია გიორგი რა მოგივიდა კონკრეტულად ამ შუათანას ემართება რა კეთილი რა მაინტერესებს თქვენ მითხარით რომ ესე იგი ხშირად გახველებთ ხოლმე და სახლში რომ შემოდიხართ ანუ სხვაგან გარეთ არ ხდება რაღაცა მსგავსი და ხდება მარტო ტერიტორიაზე ეგ როგორ არის თუ მომახველებს კი ადრიან მქონდა ხოლმე რა დაში ბრონხების ანთება გაქვექიმა მიმკურნალე წავედი კახეთში მე ჩამოვედი გამიარა და ამ სახლში შემოვედი ახლა შეიძლება უბრალოდ დამთხევა და მომთხევთ მაგრამ შეიძლება ვაფშე არაფერიც არ არის მაგრამ კი ბატონო ხველება როგორი მიმართება იცი აი გაგუდვამდე რა ჩაბჟირებამდე მახველებს და ისწორციო აი გავიგუდე ეგ დღესაც შევამჩნიეთ კი ბატონო 1-2 მსგავსი რამე დაგემართათ იქ ხველება მაგრამ ესეთ ინტენსიურად არა რა მაინტერესებს სხვაობა არის ანუ გარეთ ეგეთი რამ არ ხდება აი განსაკუთრებით აქ ხველა მაქვს გარეთ მაგრამ უბრალოდ იცი რა აქ სახში უფრო გძაფდება აქ სახში უფრო გიმძაფდებათ ხო კეთილი კახეთში წავალ რა ფაზია სხვაგან გასაგებია და არ მიმართება რა ესე იგი გავითვალისწინოთ შემთხვევა რომ სახლი უკვე ნაკურთხია მაგრამ მიუხედავად კურთხევის მერე ისევ გრძელდება აი ესეთი უცნაური მომენტები მეთანხმებით რომ უბრალოდ კამერამ დააფიქსირა კამერას ვარ დაეფიქსირებინ ალბათ ვაფშე ვერც გავიკვდი ვერაფერს რა კეთილი კამერამ დააფიქსირა ძალიან ცუდი შავი ისინი რა კი ბატონო ჩვენ ჩავდებთ ამ კამერის მიერ დაფიქსირებულ მასალას აუცილებლად ვაჩვენებთ მაყურებელს როგორც მასალა და ნამდვილად მტკიცებულება და მიზეზი იმის რის გამოც ამოვიდა ჯგუფი პარანორმალი ღამის კვლევებზე და მოკლედ ჩვენი დღე დაგვრჩენია რომ გადავიდეთ უკვე უშუალოდ პირდაპირ კვლევებზე მადლობა თქვენ ამ საუბრისთვის აუცილებელი იყო ნამდვილად და დანარჩენს უკვე ჩვენ მიხედავთ გამოვიკლოთ როგორც სახლის შიდა ასევე ყველა მონიშნულ ტერიტორიას სადაც მოხდა უცნაურობები მათ შორის კამერის დაფიქსირებული ფაქტები სასულიერო პირის სწორედ ის ადგილი სადაც მოხდა უცნაური შემთხვევა რა თქმა უნდა ბავშვების საძინებელიც და ასე შემდეგ დროებით მეგობრებო და აუცილებლად შევერთებით უკვე ფაქტებით
გამოკვლევის პირველი ეტაპი აუცილებელია დავიწყოთ ტემპერატურების. ეზოს გარე ტერიტორიები და ასევე სახლის შიდა ტერიტორიები ყველა ოთახს საერთოდ უნდა გაისინჯოს. თუ რომელიმე ოთახში მკვეთრად დავარდება ტემპერატურა, ეგ უკვე იმას ნიშნავს, რომ პარანორმალურად აქტიურ ზონაა. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გამორიცხულია, ვინაიდან მეტნაკლებად გარე ტერიტორიაზეც და სახლის შიდა ტერიტორიაზეც 2-3 გრადუსი უნდა იყოს ცვალებადობა. ეხლა მივყვებით ყველაფერს და დავიწყეთ გამოკვლევებს. ეს არის საფაზანო. აბაზანაში გვაქვს 24 და 7. ეხლა დრო არის 12 საკლია 10 წუთი. ჩავიწერეთ ხო? კი, ჩავიწერეთ. ეთელი, გავიდეთ. სახლის გვერდით პირობითად მოდი თქვა მარცხენა ტერიტორია, იმიტომ რომ ის მარჯვენა მარცხენა, აი ესე გავუძომოთ. სახლის მარცხენა იგივე 24 და 4. ჩაწერე. ჩავწერე. 24 და 4. ეთელი, ჯერ არაფერი არ ჩაწერე სანდრო. ავწერ. Hanari 22 გრადუსი თუ და ტემპერატურა 22 და მთლიანად ეყავს ხანმოგვებრებოდა, იმიტომ ბატების ყვირილია. ეს ყურილია, შევაწყვეტ. დასაგები. ესე იგი. 21 და 7 ჩავწეროთ, სახლის უკანა ტერიტორია. 21 და 7-ზე გაჩერდა ზუსტად. წამთ, მეთე. უკან 20 21 და 7. და 7. ეხლა დრო, მომეც დრო. ხო. ნუ თორემ საკლია 12 არა. კი. და აი ეს პატარა სარდაფიც ნახოთ რა. აი არა პასუხოთ. ფანერ უნდა წამომეღო მეც რა. მაფანარი. მეცი. დაწერე 22 და 5. სარდაფი 22 და 5. ეს წამით. სარდაფი 22 და 5 და მატულობს მიაწერე. ზარდია თუნდაც ეგრე მიაწერე. ხო. კარი. და 8 დაწერე მარჯვენა მხარე სახლის. მარჯვენა 21 და 21 და 7. კი ბატონო. და წინა მხარე. დიახ. და 6.
დაწერე? ჩავწერე. ეს პირველი შემთხვევის ადგილია. კამერამ დააფიქსირა შავი კვამლის საფი სწორედ ამ ტერიტორიაზე და აქ 26-ია წინათ და ზედა მხარეა სახლის ტერიტორია. 26 დაწერე? კი. ისა. ეხლა სახლი უნდა დავდროთ ისე. გამორთო? მოდი. ერთ წამით. სამხარებული. ესე ჩავწერო და მაშინ. კამერა. ეს არის კარგი. ხდება? ხაზე ხარ? ხდება. ისაა და სამი, ხო? ისაა და 4. ისაა და 6. 23 და 7. შევარდ ნაწილში არის ნაკლები და ბევრად მეტი ტემპერატურა რა. ესეთი მკვეთრი სხვაობა ერთ ოთახში არ უნდა იყოს ასეთ შემთხვევაში. მომესმინე, აქ დააფიქსირე. ეხლა უკვე რა არასტაბილურია, შეხედე 24-დან 0-ია ვიდეოში. ხედავ? ერთ ოთახში ორი სხვადასხვა ტემპერატურაა. ეგრე არ უნდა იყოს. და ეხლა აქ უკვე 24 და 3-ზე ავიდა, ეხლა 24-დან 0 იყო. სავარაუდოდ კიდე მომუნდა. აი, ხო გითხარი 24 და 4, ხედავ? კაი. ჩაწერე სამზარეულოში ჩრდილოეთ მხარეს თვალებად ტემპერატურა 24-დან 0 დაწერე. 24-დან 0 და ნახე სადამდეა ხედავ? ეხლა უკვე შეძუხო. 24-დან 0 და ახალი 24 და 6 დაწერე. აი 24 და 7. დაწერე? 24 და 7. ეხლა აქ რა ხდება უყურა? ეს ხო ერთი ოთახია. ამ ერთ ოთახში ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ტემპერატურაა და კვეთრად განსხვავებულია იმით, რომ იქით მაღალია და სულ მატულობს და აქეთ დაბალია. და ერთ ზონაზე დგას. ეხლა რა მაინტერესებს? მაცივარი კი ბატონო, მაცივარში ხო არა ვარ ჩვენ უშუალოდ. არა ხები. ეს ხო ერთი ტერიტორიაა. ერთ ტერიტორიაზე მკვეთრი ცვალებადობა არის მარჯვენა მარცხენა მხარეს შორის. ეს კარგია, იმიტომაც ვიზახი რომ კარგი არა, ანუ არ უნდა იყოს, მაგრამ კაი, დავაბიო. მოხუცი ოთხი Ozdeksde sami datere. Moდი როგორც საძინებელი 26 და 3 დაწერე.
ზოგადად დამღერა. აი ხო იქით 26 არ უნდა დაწერა სამი. აკაც საბელოდია. 27 და 5 დავწეროთ მეორე საძინებელი პირობით. ეხლა ყველი შედეგებს დავიკითხავ და თქვენთან ვიხსენებთ რომ მაგარი აჯანყებაა. სვარეულ დარეულობა. საძინებელი 2, რომელი როგორი რამდენი სეკი? 27 და 27 და 27 და სკლაბოთზე. დავწყი. და კვლევის შედეგები ტემპერატურების მიხედვით. Dai, მოდი შენ წაბუკეთ ხანდა. კარგი. ერთი წამით. ანუ ფაქტი რაც ამოვიდა. ჩვენ გავზომეთ გარე პერიმეტრები, შიდა პერიმეტრები, ერთი ძალიან უცნაური შემთხვევა ის არის, რომ ამ ოთახში კონკრეტულად არის კიბიდან ამოდივარ თუ არა. ესე იგი, ოთახი იყოფა ორ ნაწილად. всё. კვლევის პირველ ფაზებმა მოხდა სვაობები. თუმცა იმისათვის რომ ყველაფერი კიდევ უფრო დავამტკიცოთ რეალურად რომ და გავიგოთ პასუხები რატო არის დაბალი ტემპერატურა ერთ ოთახში, ერთ კუთხეში, მეორეში და ასე შემდეგ, ხო? ეს იმდენად კიდევ არაფერი. მაგრამ ეხლა სახლში გაითიშა ელექტროენერგია თავიდან ბოლომდე და გამოვითო ყველა კვების წყარო, მათ შორის Wi-Fi-ც. მეთანხმებით რომ ესეა? სტოლბი შუქი შემოდის გარედან. სახლში გათიშული გვაქვს აბსოლუტურად, ხო ესეა? ესეა. ამჯერად სახლში ელექტროენერგია მთლიანად გამართულია და რა თქმა უნდა არც ერთ შემთხვევაში აი ამ ელექტრომაგნიტურმა საძიებო სისტემებმა არ უნდა მოქცეს სიგნალი და მით უმეტეს არ უნდა მოქცეს განგაში სიგნალი არსად. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს 100%-იანი იმის დასტური იქნება რომ პარანორმალური ზონაა და კიდევ უფრო უარესი განგაში იმას ნიშნავს რომ პირდაპირ სულის მოძრაობასთან გვაქვს საქმე რომელიც ძალიან ახლოს. ნახოთ ყველაფერს გვიჩვენებს დრო. დავიწყოთ სანდრო ყურადღებით იყავი შენ აპარატი. ყურადღებით. ეს აბაზა. Nicholas. პირველი საფუძველი და იგენ დრო. Tom, ჩანსო? კი. ჩანს. გარი. აგუზონაში Android-ის შიდობა. ვიმეორებ Android-ის არის შიდობა. გიო. ხო. აქ იყო მოძრაობა. და? მოძრაობა იყო. კი ბატონო, კი ბატონო. აქტიური. პირველი ნიშანი, კი. დადგინდა რაზში ნახე? ნამდვილად ყავს. გადაადგილებას ჰქონდა ადგილი. მოცადე. აი აქეთ მოდი უფრო. აქ დაფიქსირდა, ხო? აი ტერიტორიაზე არის. კი, ნახე. აქტიურობს. ხომის შეგი დამართდა ამ შემთხვევაში. ნახე. რაღაცა ძალიან ძლიერი ყავს სახში. იღებ ხო მაგას? კი, ვიღებ. ნახე. კაით შეკანა. პირდაპირ წინ გიდგას.
ერთად არ გაიგე, ეგრე იდექი არ გაიგე. კამერა ხო არ გაიგე. არა. ძლიერი აქტიური ზონა. ხელი გამიცხელდა. ზედა კამერა ფიქსირებს უბრალოდ მაგალითში. ორგანიზაციის ეგრე იდექი. ო თუმ ორი ეს პირველი სალონში. სამწუხაროდ გამართულდა. აი აქ არის აქტიური. ესე იგი, ეგ ადგილი უნდა მოვინიშნოთ და მანდ დავაყენოთ მოძრაობის დეტექტორი. ძლიერი ის არის. ძალიან ძლიერი ზონაა. ეგ არის უკვე ძლიერი პარანორმალური ზონა. უშუალოდ. მანდ რა უნდა იყოს კი, მაგრამ საინტერესოა. სანდრა, ბატონო, უყურე ხა რა არის? აი ეს კამერა გიო. მუდმივად ანომალიური იმედს რო აფიქსირებს, რატო? იმიტომ რომ აი აქ არის ზუსტად ეგ ზონა. ძალიან ძლიერი პარანორმალურად აქტიური ოჰო. ზონაა. საიდანაც რეგულარულად შეიძლება გადმოდიოდეს ძალიან უსიამოვნო ფაქტები ან კონკრეტულად სულების შემოსვლა. აი ეს ადგილია ზუსტად. კი. სადაც აი ახლა ხო აიხსნა რა. აი პასუხები სად არის, ხედავთ? ეს კამერა ეხა ის კამერა რა. ეხლა უყურეთ, ნახეთ რა არის. მომენტი, როდესაც კამერა აფიქსირებს შავ ძალას, სწორედ ეგ არის, რომ აი აქედან ხდება მისი გადამოსვლა და შემოღწევა რა სახლის ტერიტორიაზე. ეხლა ამას მიყვებით. ამას მოვინიშნავს. და ვეცდებით დავადგინოთ აქ რა არის, ეპიცენტრი ავიღოთ და აი მოვინიშნოთ სანდრა ეს ტერიტორია. ნახე, როგორი ნახე. მოყოლე. ხედავთ? როგორი ძლიერია, ხო? ძალიან ცუდი. ძალიან ცუდია, ხო არ, მაგრამ ფაქტია და აი ეს კამერების მომენტი ხარი მოდი სანდრა. მოდი ვარ. აქაც იგივე ხდება. მეგობრებო, ხედავთ ალბათ კადრში თუ როგორ აქტიურად ანათებს. აჰა, შეხედე ახლა ცოტა რა. ეს მართლა ძალიან ცუდია, უკვე. ესე იგი აი ეს ზონა, იმედია, აბა ერთი აქეთ მოვყოლე სანდრა. ესე იგი რა გამოდის, მე ნუ მაჭიდე. რა მაინტერესებს, აი ეს ზონა და აი ეს ზოგადად, ხო? აქ ყველგან ფიქსირდება. ყველგან ფიქსირდება აბსოლუტურად. აქეთ მოდი. აქეთ მოდი. ნახე? გაჩი, ცოტათი, მაინც აფიქსირებს. და განგაში არის თორე რა, შეგესულ ფოტოგრაფოსთან არა გვაქვს საქმე, მაგრამ ზონა უყურე. ზუსტად ეგ არის, აი ასტრალური ზონა რა. აი უყურე, გადავდივარ და იწყება. სამწუხაროდ მაგას ვერ გავუწევ. აი, მოდი აბა სანდრა. გადავდივარ. აქაც იდენტურად საკმაოდ აქტიურად ცემცემს. სად წყდება ეს ზონა? მაინტერესებს მოდი აბა. რომელი აქ აღარ არის, არაფერს არ აშვება, საერთოდ აპარატი. მოდი სანდრა. წამით. სად შეწყდა ზონა? აი აქ. ანუ ესე იგი, ეს კაი. ჩვენ ზუსტად კამერა ეპიცენტრში დგას, იქ სადაც ეგ კამერა ანომალიური იმედს განიცდიდა, რატო? იმიტომ რომ ზუსტად ასტრალურ ზონაშია და თავისთავად ეგ გამოსახულებები რაც არის, ეს ყველაფერი აბსოლუტურად სიმართლეა და ნამდვილი. კამერის სენსორს ვერ ჩავრთე უბრალოდ გიორგი ეგეც. დავადეხებდი ხა ჩაერთო. მოდი. მოდი. აი აქაც არის აქტიური. ხო? აქაც არის. მე ნუ მატყიდებ რა. ეს გეჭიროს სულ მახელში, ხვდები? აქეთ არ გადმოიყალე მეორე. აბა აქეთ რაფია სუსტი. აქტიურობა არის ოღონდ მსუბუქი. სუსტდება? სუსტდება. მაგრამ დავაზუსტოთ კარგად, სად სუსტდება? აი ამ ადგილას უკვე სუსტდება.
აი აქ არაფერი არ არის. საერთოდ არის აქტიობა. არანაირი აქტიობა არ არის ეხლა. არანაირი აქტიობა. ესე იგი აი ცოტა არის, ნახე? ძალიან მსუბუქად ხანდახან არა, აი. სია, ხელა ძლიერი. რატოა? ამა კიდე გამომწერა. აქეთ რა ხდება? ო, აქაც აქტიურია. აქ ხელა ტერიტორიაზე რა? ახლა ეხლა აქ არაფერი არ არის მომენტებში კი. აი ეხლა აი იქ ძალიან ძლიერია. იქ ძალიან კი. აქ სიწყნარია, ხო? კი, სიწყნარე არის აქ. აი უკვე იწყება, აქაც აქტიური ზონაა. ხო არა? კი. ოღონდ სუბუქი. აი მომენტებში ძლიერად აწითლებს. ანუ ესე იგი ეპიცენტრი არის პირდაპირ. და აქეთ რაც რომ მოდივართ უფრო სუსტად, ამერიკა განკარგდება. ანუ აქეთ ნაკლებად აი. აქედან უკვე ძალიან ძლიერდება. ნახე? აქეთკენ უკვე ნახე? როგორ დღეშია? ხო. იმიტომ რომ ზონაში შედიხარ ახლა. ზონიდან გავდიოდი, ახლა შევდიოდი. აი, აუგური. ახლა კიდევ ერთი დამადასტურებელი. აქ გიждდება აპარატი. მოგაცინებს გოგო ძალიან. არ მაცინებს კაცო. ძალიან ცუდი შემთხვევაა, ეს უკვე ძალიან ცუდია. იგივეს გიჩვენებს? აი, შეხედე. დღეშია. ხო რა. კი, ძალიან აქტიურია. ანუ ეხლა აი ამ დროისთვის უკვე აქტიურია. და ძალიან დიდი შანსია იმის, რომ აქ რაღაცა გადმოვიდეს რა ჩვეულებრივად, აი პრობლემა. ნახე? გიორგიები. საკმაოდ აი მაღლაც, ყველგან. კი ბატონო. ეპიცენტრი, აი რატომაც საფიქსირებდა კამერა ანომალიას, ეგ არის ზუსტად ეგ მიზეზი და გადმოსვლის მომენტში, როდესაც აი ამ პორტალიდან სახში რაღაცა შემოდიოდა, გადაიღო კამერა. შო. ეგ არის დასკვნა ნამდვილად. და ეგ რაღაცა რომ შემოდიოდა, ეგ რაღაცა ძალიან ცუდი ძალაა. პირდაპირ. ძალიან ნახე აქ აი. აჰა, ფაქტი. აჰა, ნახე. აპარატს. კი. აპარატიც გიждდება. ხედავ. ეხლა ამან განგაში თუ მოგწვა, ვერცად აიფორო. აპარატიც ძალიან აქტიურია. კარგად დარწმუნდეთ. აი, ანომალიური ზონა ძალიან არის ხო. სენსორი და. და აფოკური. ბოლომდე. ამ აპარატიც ანალოგიურად ამ ზონაში საკმაოდ
აი აქ უყურეთ, შეხედეთ ახლა. აი სადაც ეპიცენტრია. ეპიცენტრი დავდგები და გავხსნით. ხედავთ? სულაც დავუყურეთ უყურეთ. სადაც ეპიცენტრია, იქ მეტად აი. ხედავთ? ეხლა გავიდეთ ეპიცენტრიდან. ხო იყო. არ ხერიბო მაჩვენ. ეხლა გავიდეთ, დავშვებდეთ. ხედავთ როგორ იკლებს? ჩამოდის თავლა. ხედავთ? ადის ჩამოდის. აი. გარდი. გარე ტერიტორიაზე ნახეთ სახლის წინა ტერიტორიაზე გადავიდეთ შოუთ. უცებ დაეცა ჩვენი კამერის ბატარეა. მოიწო რამდენზეა? 58-ზეა. მართლა? 57-ზე უკვე. აი აქ უყურეთ შეხედე. 2-ზეა. აი თითქმის ჩერდება. აქ არც აქტიურობს. ეს მშვიდად არის. დავაგვირდეთ რა მიხდებით, შო არა. აი თითქმის გაჩერდა 2-ზე. ძალიან სწრაფად იკლებს სამწუხაროდ. კამერა? კი. ეს ძალიან მშვიდია რომ იკლებს, იმიტომ რომ აი პარანორმალური ზონის ზეგავლენაა, აი ყველაფერი, კამერა მალე ჯდება. 100%-ზე იყო და 56%-ზე ჩამოვიდა. ძალიან მშვიდია. კამერები საფრთხე შეგავდა. აი აქ ისე ზონაში შევდივართ, უყურე და ისე მატულობს. ეს ხო იყო ხედით დროს. ვი ბატონო, ეგ რა შევა? აი ხა ისე გავალ ზონაში ისე დაიწყო. კარგი, ეს ფაქტი გჭირდებოდა ჩვენს. ვაგრძელებთ გამოკვლევას. დადგენილია ეზოში ძალიან ძლიერი პარანორმალური ზონა, რომელიც რეალურად ხდება მიზეზი იმის, რომ აქტიურებს კამერას და კამერა მუდმივად იღებს ისეთ სურათებს, რაც საგანგაშო არის და თავისთავად უკვე ყველაფერი ამოიხსნა იმით, რომ მოქმედების ზონაში აყენია კამერა და მუდმივად მოდის მოქმედებაში, რატო? იმიტომ რომ ძლიერი ასტრალური ზონა აღმოჩნდა აი ამ სახლის ეს პირდაპირ ტერიტორია კამერა შანს კარგად? კი. აი ტერიტორია. ეს უკვე დავადგინე. მაგრამ არ შეგემოწმებია სახლის შიდა პერიმეტრები, საძინებლები, სამზარეულო და ასე შემდეგ. აი ხა შევდივართ და უშუალოდ გავადოთ შემოწმებას. სენსორი მეორე ხელში დაიჭირე, აბსოლუტურად იზოლირება, ხო? ეგრე, კარგი. ფიქსირდება მცირე. მცირე. კი. თუმცა აი ხლა ძლიერი იყო ამ ადგილას. ჩვენ პარანორმალმა გავითვალისწინეთ ისიც, რომ კამერის მიერ გადაღებულ ორ ფოტოში დაფიქსირდა შავი გამოსახულება ადამიანის მსგავსი, რომელიც ნამდვილად დადასტურდა. აქედან გამომდინარე წარმოვიდგეთ, რა თქმა უნდა, სიწმინდეები და კვლევის ბოლო ფაზებში აუცილებლად გამოვიყენებთ ამ სიწმინდეებს. თუ სახში ამ დროისთვის შემოსული იქნება ან რაიმე დაფიქსირდება ბოროტის ძალა, აუცილებლად გამოვაკავშირებთ. იმიტომ რომ სხვა გზა არ ექნება, არ არსებობს სიწმინდეების განლაგების მომენტიდანვე და მათი განლაგების დროიდან უკვე უნდა დაიწყოს აქტიურობა. თუ კი სახში არის რაიმე ბოროტის ზონა. მცირე არის. თუმცა ძლიერი აქტიურობა ჯერ არ შეინიშნება. აი, ნახე. აი აქ არის. კამერა მიმართე. კი, ხედავ.
აი უშუალოდ ბავშვების საწოლისკენ მიმართე. ოჰო. კი. ძალიან ძლიერი. კუთხეც მაინტერესებს აი ის. ძალიან ძლიერია. ძალიან ძლიერი აქტიური ზონა, სადაც ბავშვებს წინ ნახე. აი, ზუსტად ამას ვიძახოდი. ხედავთ? კამერა აფიქსირებს, ხო? კი, რა თქმა უნდა, ფიქსირებს. აი უკვე იმას ნიშნავს, რომ აქ ძალიან მძიმე აქტიური ზონაა, პარანორმალური, სადაც ბავშვებს წინ. რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ უნდა შეუცვალოთ ბავშვებს საძინებელი ადგილი. აქეთ მოდის ანდრო კუთხეში. მოვდივარ. მაგრამ ხარ მაინტერესებს კამერა, აქაც კამერა გენიო ტრიანდელ მარტოტრიანდელ. აი, კი ბატონო, მართალია. მოგწევს. ცოტა მაგალარ ვოწიო. ეს ხენაა. ციგად. აი ნუ მან დადიქით და მე იმას ვიზავ. კი ბატონო, კამერა გინდა აქ, ხო? აი ეს კამერა. აი ნახე გიორგი. კი, აი და ტრიალდება იქით, ხო? ძალიან აქტიური ზონა არის. მოძრაობას საფიქსირებს, ამიტომაც იქით ტრიალდება, ეს ხო სენსორულია. კი, მოძრაობის მოძრაობის დეტექტორი. ძალიან ძლიერია. ძალიან ცუდი. ამ შემთხვევაში საძინებელი კიდევ ერთხელ აი ბავშვების ლოგინთან არის ძალიან ძლიერი. იმიტომაც ფოტოა და იმიტომაც აქვს ის განწყობა, რომ თვითონ რაღაცის შეახება. ეს თამარ ფონდზე. კი ბატონო. კი. აი კიდევ ერთხელ გადაამოწმე მიდი. კარგი, ისევ ვიღებ. ეხლა აი ეცტა თუ შეიძლება ერთი წამით. აი ეს ადგილი. ნუ ამაზე ძალიან ნელა მოატარე. დასალ სამთებს გააჩინე. კანტებს. აი აკანტებ და წერ. ძალიან აქტიურად. აი კიდე. ტალღურად მოდის რა ყველაფერი. ეგრეა სინამდვილეშიც, რომ ტალღურად ვრცელდება. აი შეხედე. კი, ბატონო, ეგ არის. ძალიან ძლიერი ზონა არის კონკრეტულად აი ამ ადგილზე. ასტრალური ზონაა სამწუხაროდ. ბავშვები უნდა დაიყვანოს რა ვარიანტი. ახლა დავიწყოთ. ეს ადგილი შეუცვალოთ იქ ახლა შეიძლება. კი ბატონო, სანდრო მოდი ერთი. აბა და ამ შემთხვევაში სახლის გაყიდვა არ შველის. კი, ამას შველის. კი, კი, ეს რა ხდება, კი ბატონო. სახლის გაყიდვა, რა თქმა უნდა, ამ პრობლემას მომენტალურად მოგვარდა. მაგრამ ისიც გადმოვა ის იქნება მე შემდეგ. აქ არაფერი არ არის ამ ხარეს. აბსოლუტურად არაფერი. აი მაჩვენე. ჩვენ. სახლის გაყიდვა მოიტეხია მაინც რიგაც. აი მან დარე მცირე. ხატერთან იმდენად არის. იმდენად вообще არა. საერთოდ არაფერი არ არის ხოთეთ. არა. ერთ მაგალითად ხეს მაინტერესებს. აი შეიძლება კამერა. კი, ცელდება ტალღები და იმიტომ აი იქიდან მოდის რა ეპიცენტრიდან აი ხედა.
პერიოდულად როცა მოძრაობა რაღაცა შემოდის, კამერა იჭერს და ტრიალდება იქ. შეიძლება. ორი კეთება შენი პორტალი, ეს მოინტერესებს, იმიტომ რომ სკოლად დასოს. სკოლად სუსტდება, ხო? აბა ის მოინტერესებს. პორტალი იხურეო. შედავთ ამას? აი რასაც ვამბობდი, ხო ვიყავი მართალი. 100% ეფექტემაა რა. ანუ რამოდენიმე საათის განმავლობაში ძალიან ძლიერ, ანუ როგორ არის პიქს რო აღწევს, მე ნელ-ნელა დახურისკენ მიდის. იმიტომაც ნელა შესაძლოა ახლა საერთოდ ბოლოში ძალიან აი კი, მაგრამ აი პერიოდულად არის თითო ზონამდე, ხედა? რომელია საათი? პირველია ზუსტად. ხედა? კი. აბა აქ გამოატარე ამ ადგილას. სუსტდება პორტალი. სუსტდება, აქ გიждდებოდა წაღალი. აი, სადა ვაკიცეთ და ანუ აი ეს არის ზუსტად ის მომენტი, რომ ნამდვილად ასტრალურია ეს ყველაფერი და არ არის გამოწეული სხვა არანაირი მომენტი და ეს პორტალი კიდე უნდა დასუსტდეს და მე საერთოდ აღარ გაიზომება რა. აშკარად შესუსტებისკენ წავიდა უკვე. პერიოდულად ტალღები რაც ვრცელდება, ისეთ სიძლიერე აღარ აქვს, ხედა? აი. ფიქსირდება რომ არის, მაგრამ უკვე დაკარგა ისძალა რაც ქონდა. ფაქტიურად 1 საათში მოხდა ეს ყველაფერი. თუმცა იქ იმას არნიშნავს, რომ არ გაიხსნება, შეიძლება გაიხსნას ღამის 3 საათზე, ან 2-ზე, ან 4-ზე. და იყოს ძალიან ძლიერი და აი მაგ დროს დაიწყოს ეს. რაც შეეხება მოძრაობას. პერიოდულად. ამ მომენტისთვის არაფერი არ აყვავს პირდაპირ. აი ახლა აი ამ მომენტისთვის აბა ისე ნახე მოგეზე. აი მანდარი აქტიური ძალიან. ძალიან არა, ეს შესუსტებისკენ წავიდა, თითოეულ ზონაზე არ არის, ხედა? კი. აქტიური როგორ არ არის, მაგრამ უკვე ისე აღარა როგორც იყო. ეხლა განსხვავებით იქითა ფრთაზე ნახოთ სახლის. შედარებით შვიდი მხარე, ამ ტალღების სისტემა აქამდე ვერ აქვს, ისე როგორც იქით. კი ბატონო. კარგი. ეხლა უყურე. პირველ საათში შესვლა 2 დაიწყო ხო ესე? კი ბატონო, ესეა.